ვინც გვიერთება ასევე პირდაპირ ეთერით და იქნება ჩვენთან, кто сегодня с нами в прямом эфире. უფლის კურთხეული ხელი იყოს თქვენზე ძვირფასებო. Божья рука будет на вас. ჰალელუია. ისეთ ჩვენ ვიცით რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა თავისუფალი არჩევნით. Мы знаем, что Господь создал человека с свободным выбором. და ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთი არასოდეს არავის არაფერს არ დააძალებს. Это значит, что Бог никогда никого ничего не заставит. ამენ და არც თხოვს და შეეხვეწება რომ რაღაც გააკეთეო. И даже не будет его умолять, что что-то сделает. ღმერთი ყოველთვის ადამიანს თავაზობს ძვირფასებო. Господь всегда предлагает человеку. ხელშეკრულებას, შეთანხმებას, პირობას. Да, он дает условия. Договор, соглашение. Да, соглашение, договор. ამიტომ ის ყოველთვის გვთავაზობს რაღაცას ჩვენ. И всегда он нам что-то предлагает. რომელსაც ან ვეთანხმებით, ან არ ვეთანხმებით. Мы ли согласны с этим или нет? ამენ. Амен. ნებისმიერი რამ რაც არის ჩვენს წინაშე, იმას ან ვეთანხმებით, ან არ ვეთანხმებით. Любое то, что есть перед нами, мы или согласны или нет. იმიტომ რომ შეთანხმებას ან არ შეთანხმებას ორივეს აუცილებლად მოყვება თავისი შედეგი. Потому что согласие или согласие имеет какие-то последствия. ყველაფერს მოყვება თავისი შედეგი. Да, за всем этим следуют какие-то последствия. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ძვირფასებო, რას ვუთანხმდებით და რას არ ვუთანხმდებით. И мы должны быть внимательны, с чем мы соглашаемся и чем мы не რომ соглашаемся. ყველაფრის გამო მოგვიწევს პასუხისგება ბოლოს. Потому что в конце мы за все должны отвечать. აბსოლუტურად ყველაფრისთვის. За все отвечать будем. ყოველგვარ შეთანხმებულზე, შენს განვლილ ცხოვრებაზე და ყოველგვარ შეუთანხმებლობაზე. В своей жизни, когда ты прошел на земле, с чем ты соглашался и с чем ты не соглашался. და მე დღეს მინდა გელაპარაკოთ მეგობრებო შეთანხმებაზე. Я сегодня хочу говорить о согласии с вами. რამდენად გვესმის თუ რას ნიშნავს შეთანხმება? Насколько мы понимаем слово согласие. ამენ. რას გულისხმობს ღმერთი ამასთან დაკავშირებით? Да что подразумевает Бог под этим словом? ნახეთ, ძალიან ელემენტარულია. ყოველგვარი შეუთანხმებლობა Да, очень элементарно. Всякое несогласие იწვევს უთანხმოებას. идет... Так, мы тоже согласие. Да? Ну, какой-то каждый раздор. Да, раздор. То есть вот каждое несогласие приносит какой-то раздор. ამენ ძვირფასებო. ელემენტარულია. Очень элементарно. რატომ არის უთანხმოებანი? Да почему есть раздоры? ხო? იცით ხო რომ არის უთანხმოება? Вы же знаете, что есть всякий раздор. ყველგან არის ბევრი უთანხმოება. Очень много вот этих ссор. წუთის ოფელში უთანხმოება, Очень много ссор и раздоров Амен. в миру. პოლიტიკაში უთანხმოება, В политике тоже несогласие, как бы тоже. შეიძლება ოჯახში იყოს უთანხმოება. Может в семьях тоже быть несогласие, какой-то раздор. ну, არის ეკლესიები, სადაც უთანხმოება. Есть церкви, где тоже есть раздоры. გესმენთ? ну, ეს იქ საზღვარგარეთ, ჩვენთან არ, ჩვენს ეკლესიებში არ არის უთანხმოება. У нас нет раздора, это так где-то за границей. გესმენთ? სამუშაოზე შეიძლება იყოს უთანხმოება. Да, может быть, какое-то несогласие на работе. ადამიანის სხეულში შეიძლება იყოს უთანხმოება. Да, может, какой-то вот несогласованность какой-то в теле человека. Может. იმიტომ რომ თუ ადამიანის სხეულში უთანხმოება, იქ პრობლემები იწყება. Если у человека внутри в организме несогласие, там начинается проблема. და თუ არ მიხედა ადამიანმა ამას, შეიძლება დაიღუპოს ამის Если გამო. человек не будет за этим смотреть, он может и погибнуть. გესმენთ? ყველგან არის უთანხმოება ძვირფასებო, Мои дорогие, везде есть это несогласие, რომელიც კარგად არ მთავრდება. которое не заканчивается хорошо. ამენ? Амен. და თუ არის უთანხმოება, Если есть это несогласие, ესე იგი это значит, უნდა შეწყდეს უთანხმოება, значит, это несогласие должно быть остановлено, რომ მოხდეს შეთანხმება. чтобы шла согласованность. პრობლემაც არის იმიტომ, რომ И потому есть проблема, არის უთანხმოება. что есть несогласовка. სადაც არ არის პრობლემა, Где нет проблем, ეს იმიტომ, რომ это потому, არის შეთანხმება. там есть согласие. და ჩვენ უნდა მოვიდეთ აი ამ შემეცნებამდე დღეს. Да, сегодня мы должны вот прийти к этому сознанию, ნახეთ, познанию. რატომ დაეცა პირველი ადამიანი? Почему упал первый человек? დავიწყოთ დასაწყისიდან. Давайте начнем сначала. ის ვერ არ შეუთანხმდა ღმერთს. Потому что он не согласился с Богом. მან დაარღვია შეთანხმება. Вообще он нарушил согласие, он нарушил договор. ეს მე ძვირფასებო. იცით როგორ იწყება უთანხმოება? С чего начинается вот это раздор, несогласие? შენ ჯერ ეთანხმები Вначале ты согласен, და მე არ ხვევ. а потом ты нарушаешь. გესმენ? Понимаете? ამბობ ამინ, Говоришь аминь, რაც ნიშნავს დაეიყოს ესე. это значит, да будет так, ამენ. და მე არ ხვევ. а потом нарушаешь. არის იესო შენი უფალი. Иисус является твоим Господом.
ბიბლია არის მისი სიტყვა. И Библия является его словом. გითხრა უფალმა რომ იკითხო უნდა. Господь сказал, что читай, რომ შეთვის ასარგებლოა. для тебя это полезно. ამენ? აი ეს ნიშნავს ეთანხმები. Это значит, что ты согласен. იმიტომ თუ არ ეთანხმები უნდა თქვა რომ არ არის უფალი იესო, ბიბლია არ არის ღმერთის სიტყვა და ასე შემდეგ. Ты должен сказать, что Иисус не мой Господь. ელემენტარულია Библия не Божье ზუსტად. слово, это элементарно. ელემენტარულიდან იწყება უთანხმოების დასაწყისი. Начало согласия с малого начинается. ამენ. თქვა უფალმა არ მიატოვო საკრებულო? Господь сказал, не оставляй собрание. თქვა? Сказал Господь. ამენ. ეთანხმები ამას? Ты согласен с этим? როდესაც ტოვებ, Когда ты оставляешь, იწყება უთანხმოება. начинается не согласие. და ეს არ არის წამგებიანი ღმერთისთვის, შენთვის არის წამგებიანი. Это не для Бога ущерб, ущерб это для тебя происходит. ამენ. ღმერთი არასოდეს არ მოგიწოდებს იმისკენ, რომ შეუთანხმდე ისეთ რაღაცაში, რაც დაგამარცხებს. Бог никогда не призывает тебя соглашаться с тем, что принесет тебе поражение. ამენ. რის თანხმობასაც შენსგან ღმერთი ელოდება, Согласие, которое ожидает от тебя Господь, რომ შენ უნდა დათანხმდე, что ты должен согласиться. ის ყოველთვის გაგამარჯვებინებს ბოლოს. Это всегда в конце даст тебе победу. არასოდეს არ დაგამარცხებს. Никогда ты не будешь в поражении. არასოდეს. Никогда. არ ყოფილა ესეთი და არც იქნება. Этого не было и никогда не будет. ამენ. არასოდეს არ დაღუპავს ღმერთის შვილს, ქრისტიანს ღმერთთან შეთანხმება. Да согласие с Богом никогда не погубит христианина, Божьего дитя. იმიტომ ღმერთთან შეთანხმება მომგებიანია. Согласиться с Богом это выгодно. ამენ. ვუიგრიშნა. Выигрышно. ამენ. კიდე მომგებიანი იყო შენი Ты хочешь, ცხოვრება? чтобы- მომგებიანი იყო შენი ცხოვრება. хочешь, чтобы твоя жизнь была всегда в выигрыше. ყოველთვის შეუთანხმდი ღმერთს. Всегда ყველაფერში შეუთანხმდი ღმერთს. согласуй все с Богом. ამენ ძვირფასებო. Аминь. ჩვენ უნდა ვისწავლოთ უთანხმოების თავიდან არიდება. Да мы должны просто научиться вот уклоняться от несогласия. ამენ. გავექცეთ უნდა სადაც არის უთანხმოება. Но там, где вот раздор и несогласие, мы должны убегать оттуда. მე მინდა ილუსტრაციებით დავიწყო ძვირფასებო. Хочу начать с иллюстрации. ნახეთ, ალბათ ყველა მიცით ესეთი იგავი. Да вы, наверное, знаете вот эту იგავი, притчу. რომ ორი თხა, როდესაც შეხვდა ესეთ ვიწრო გზაზე ერთმანეთს Когда две козы встретились на узком мостике, და არც ერთი არ ეთანხმება ერთმანეთს. они ни одна, ни другая не согласились. ამენ? არ ეთანხმება. Друг друга не согласились. საგლაშაიუცა. Не соглашаются. ამენ? ორივეს უნდა გასვლა და არც ერთს არ უნდა დათმობა. Они хотят идти, и никто не хочет уступать другой. იწყება უთანხმოება, Началось ჯახი, несогласие. Начал такой бой уже. რქენა, Они начали друга бить этими. ბადაი. Да, бодают друг друга. ამენ? ты русская? Не знаю. ჰალელუია. Нет. ამენ? Почему? ხო ძვირფასებო. Но у Господа тоже очень сильная притча. და ისინი ყველა მეგვითითებს იმაზე, რომ ჩვენ უნდა вихოთ შეთანხმებული. И все эти притчи призывают нас жить в согласии, согласовываться. ეს მეძვირფასებო. Понимаете? ამიტომ არასოდეს არ გადაწყვიტო, თუნდაც შენი პოზიცია იყოს ან მართალი, რომ არ შეუთანხმდე რაღაცას, იმიტომ დაგუპავს. Вот если даже твоя позиция правильная, никогда не думай, что я не буду соглашаться. Всегда, потому что это... მოდით მეორე ილუსტრაცია ვნახოთ ძვირფასებო. Еще вторую иллюстрацию посмотрим. ძალიან საინტერესოა ესეც. Это очень интересная иллюстрация. კუნძულზე აღმოჩნდნენ ორნე Двое оказались на необитаемом острове. და შეუთანხმებლობა იმ დონეზე მიიყვანა, რომ საერთოდ ყველაფერი зуστად გაყეს შუაზე. И они до такой степени, у них было несогласие, что они все поделили поровну. და ეს არის დაღუპვა. Это для них гибель, погибель. იმიტომ რომ შეთანხმდნენ, Если бы они согласились, რომ შეთანხმდნენ. вот если они Согласятся. согласятся, ამენ? მაშინ შეაერთებენ ყველაფერს, тогда они все воссоединят გაერთიანდებიან и будут вместе. და ამ ნავით შეუძლიათ სიცოცხლისკენ გავიდნენ და И გასცენ. они, эта лодка могут выйти в жизнь, возвратиться к ესმით жизни. მეგობრებო. Понимаете, друзья? და მე რატომ ეკეთკენ მივდივარ ახლა? Да, ну почему я к этому клонюсь? რომ ვიფიქროთ, როგორ გვაქვს საქმე შეთანხმებასთან. Что вы думали, вот какое-то согласие происходит в твоей ამიტომ жизни? შენ ცხოვრებაში უთანხმდები ამ ღმერთს, В твоей жизни ты соглашаешься или с Богом, ან ეშმაკს. или с дьяволом. მესამე Третьего არ არის. нету. ამიტომ ვიფიქროთ ამაზე. Давайте думать об этом. ამ ქადაგების მსვლელობისას. Во время проповеди думайте.
ამენ. უნდა ვისწავლოთ, Мы должны научиться, როგორ ვიყოთ შეთანხმებული. как быть согласовываться. ნახეთ, ეს ძალიან კარგად ისწავლა აბრაამმა ძვირფასებო. Авраам очень сильно это выучил. ძალიან კარგად. Очень хорошо научился. მოდით ნახოთ რა საუბრობს აბრაამი ძვირფასებო. Посмотрите, что говорит Авраам. დაბადების 13-ის მერვე Это Бытие 13:8. და უთხრა აბრაამმა ლოტს, И сказал Авраам Лоту, ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის. да не будет между нами разногласий. ამენ. Аминь. ნესაгласие. Не согласен. ამენ. უფრო სწორად რო ვთქვა, ღრმად. პირდაპირ თარგმნა. Да чтобы მოდი ლოტს ეუბნება თავის ძმისშვილს. он говорит своему племяннику Лоту, არ იყოს ჩვენ შორის чтобы не უთანხმოება. было у нас вот несогласия. ჩემსა და შენ წყემსებს შორის. Между моими и твоими пастухами. ამენ. რადგან ძმები ვართ. Потому что мы братья. ამენ. თქვი ძმები ვართ. Скажи, братья. Мы შეუბრუნდი შეზგვერდით ვინც არის და უთხარი, თუ ბიჭია უთხარი ჩემი ძმა ხარ, თუ გოგონა უთხარი ჩემი დაიკო ხარ. рядом скажи, если сестра, скажи, Аминь. ты моя сестра, если брат, скажи, ты мой брат. ეს უნდა იყოს საძირკველი ძვირფასებო. ეს საფუძველი უნდა იყოს ჩვენი. Это для нас должно быть основанием. ჩვენ ერთი მამიშვილები ვართ. Да мы, да дети одного отца. ამენ. ზეციერი მამიშვილები ვართ ჩვენ. Да мы дети небесного отца. არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ხარ შენ. И не важно, какой ты нации. ამენ. არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ხარ И შენ. не важно, какой ты нации. ჰალელუია. Аллилуйя. ქართველი, Грузин, სომეხი, армян, რუსი, русский, უკრაინელი, белорусი. украинец или белорус. ამენ. ნებისმიერი ეროვნება. Да любая нация. ყველა ჩამოთვალე ახლა წარმოვიდგინე. Да представьте, все нации перечислить. мама ღმერთმა გაგხადა ძმები, ბოშები ჩვენი. Вот наши братья цыгане. ამენ. ჩვენ ძმები ვართ, დები ვართ ძვირფასებო. Да мы братья и сестры, Господь нас და сделал. არ არის სწორი და-ძმებს შორის რომ იყოს უთანხმოება. И нехорошо, когда между братьями и сестрами несогласие. ამენ. Аминь. აი ეს რომ ჩვენ ვისწავლოთ და შევასრულოთ, Если мы это выучим и будем როგორც исполнять, ეკლესია, церковь, კარგად უნდა ვიყოთ მასწავლი და დამოზღული ოჯახში вначале мы должны научиться это в семьях, და ეს გადავაქვეყნიერებაზე. и это пройдет церковь в семьи, а потом перейдет в мир. რატო არის ომები ძვირფასებო? Почему есть войны? ვერ თანხმდებიან. Они не соглашаются. ამენ, არ თანხმდებიან. Нету согласовки между ეს ними. იწვევს ომებს და ბრძოლას, И начинается борьба и войны. სხვადასხვა კიშფობას. Всякие, ну, они друг другом, ну, борются. с მოდით друг другом. დავიწყოთ აქედან რომ ჩვენ ძმები ვართ. Начнем с того, что мы братья. და არ არის კარგი რომ ჩვენ გქონდეს შეუთანხმებლობა. И нехорошо, что между нами было несогласие. ეს რო გაითავისოს ყველა, Если это все поймут, უთანხმოება არ იქნება. не будут არც ერთ несогласия. ოჯახში. Ни в какой семье не будет ამენ. несогласия. თორე როგორც თხეები გაჩვენეთ წეღან. Вот как я вот этих косом показал, ამენ. козлов показал, ისინი არ თანხმდებიან ერთმანეთთან. они не соглашаются с друг другом. და ხდებიან მსხვერპლი, სხვისი. И они становятся жертвой. სხვისი სხვერპლი ხდებიან. ვინ შეჭამს ქვემოთ? მგელი შეჭამს. Так кто-то их съест, волк съест, Аминь. они становятся жертвами друг друга. აი რას აკეთებს ეშმაკი ადამიანის ცხოვრებაში Что ზოგადად. делает дьявол в жизни человека? ესმით, ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. Будьте очень внимательны. ჩვენ ვართ Мы ძმები. братья. ამენ. თქვი ჩვენ ვართ ძმები. Мы братья. ამენ. თქვი ჩვენ ძმები ვართ. Мы братья. მოდი ყველამ ერთად თქვა ჩვენ ძმები ვართ. Мы братья. ჰალელუია. მოდი ყველამ ერთად ჩვენ ვართ ძმები. ჰალელუია. Братья. ესმით ვიფასებო. დავიმახსოვროთ ეს. Давайте запомним. იმიტომ ეშმაკის ნება სურვილია. ეშმაკის ნება სურვილია, Это желание дьявола, რომ ჩაგვაგდოს ურთიერთობებში, სადაც არის უთანხმოება. что мы попали в такие отношения, где есть несогласие. და საიდან იწყება ძვირფასებო წყენა, გაბრაზება? И откуда начинается обида, გაბრაზება. еще, не знаю, обида и еще обида. ჰალელუია. საიდან იწყება? Откуда все это начинается? შეუთანხმებლობის გამო. Потому что нет согласия. ნახეთ იგავი რას გვეუბნება. И что говорит нам притча? 18-19. 18-19. განაწყენებული ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია. Озлобленный брат хуже укрепленного города. ამენ. რომელსაც ვერ მიუდგები. И ты не сможешь его достигнуть. უთანხმოებანი ციხე-სიმაგრის ურდულებს გავს. А несогласие похоже на
на крепости, на Amen. крепости такие крепкие. ანუ უთანხმოება. Несогласие. რა არის იცით უთანხმოება? Вообще, что такое несогласие? გინდა სადმე მისვლა და შესვლა და ვერ შედიხარ. Ты хочешь куда-то войти и не можешь. აი რითი მთავრდება უთანხმოება ძვირფასი. В чем заканчивается всякое несогласие? არსებობს ესეთი ოჯახები, Есть такие семьи, სადაც უთანხმოებაა где это несогласие. და ესეთი თამაშია ბავშვების, ხო? И есть такая игра детская. ბუტე გაგებუტე, Я- აღარ გელაპარაკები. У нас так, я Эсэ? злился на тебя, а теперь я с тобой не разговариваю. მოგისმენიათ? Вы слышите? ხართ ვინმესთან ბუტე გაბუტებაში? Ну ты с кем-то там злишься на кого-то, с кем-то там в ссоре. მაგას რა ჯობია? Да это лучше, конечно, да? ნეკისა, შეერიგებისა. То есть мы уже помирились. ამენ ესე თამაშობენ ბავშვები. И так вот в детстве играются дети. ბუტე გაგებუტე არის შეუთანხმებლობა, И когда они говорят, мы ссоримся, значит они не согласны. მაგრამ ნეკისა შერიგების ეს უკვე არის შეთანხმება. Это когда вот дети мирятся, значит они уже согласились. ჩვენ მუდმივად უნდა помириться. ვიყოთ შეთანხმებული. Мы должны быть жить в согласии всегда. ერთი გამონათქვამია ესეთი. Есть такое выражение. როცა ხალხი ვერ თანხმდება მთავარში, Когда люди не соглашаются в главном, წვრილმანების გამო ვარდებიან უთანხმოებაში. из-за мелочи они подают эти ссоры всякие. წვრილმანების გამო, აბსოლუტურად წვრილმანების გამო ისინი შორდებიან ერთმანეთს. Из-за всякие мелочи люди отделяются друг от друга. ძებასებო შეთანხმებას აქვს ძალიან დიდი ძალა. У согласия есть большая сила. და არის უმნიშვნელოვანესი თუ ვის უთანხმდები. И очень важно, с кем ты входишь в согласие. ღმერთი ანგრევს ყოველთვის ნებისმიერი სახის შეუთანხმებლობას. Бог разрушает всякое согласие или несогласие? ნისაკლასო. Бог разрушает всякое несогласие. ამენ. Аминь. ღმერთი ამსხრევს. Да Бог рушит. მოდით ნახოთ ბაბილონის გოდოლი გავიხსენოთ ძვირფასად. Давайте вспомним Вавилонскую башню. რატო დაანგრია ღმერთმა ბაბილონის გოდოლი? Почему Господь разрушил эту башню? მაგრამ ვინ აშენებდა ბაბილონის გოდოლს? Вообще, кто строил Вавилонскую башню? ნახეთ რამხელა ძალა აქვს შეთანხმებას. Вот насколько великая сила иметь согласие. ისინი შეთანხმდნენ Они და согласились. ღმერთი რო არ ჩარეულიყო. Если Бог бы не вмешался, ისინი ბოლომდე მიიყვანდნენ. они бы довели эту башню до конца. Поспели бы. ამიტომ ჩაიხედე შენს გულში. Посмотри в свое сердце. რას აშენებ? Что ты строишь? უთანხმოებას ხო არ აშენებ? Случайно, не строишь ли ты не согласие? ან უთანხმოებაზე ხო არ აშენებ რაიმეს? Или, наоборот, может, ты строишь свое здание на несогласии? თუ თუნდაც სწორად აშენებდე, Может, ты правильно строишь? თუ უთანხმოებაა საფუძველი, Если основание несогласия, მაშინ დაიმსხრევა. тогда это разрушится. იმიტომ ერთადერთი საფუძველი ჩვენი ძვირფასებო არის იესო ქრისტე. Одно основание для нас это Христос Иисус. ამიტომ შეწყვიტე ბაბილონის შენება შენ ცხოვრებაში. Прекрати строить Вавилонскую башню в своей жизни. სასწრაფოდ შეწყვიტე და დაანგრიე. Прекрати немедленно Амен. и разрушь ее. ამენ. Амен. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დანახარჯი გააქვს, რამდენი ენერგია, რამდენი წუთი შენი ცხოვრების დაანგრია და ჩამოშორდი მას. И не важно, во сколько минут, сколько энергии ты потратил на строительство этой башни. Разрушь ее. გახსოვთ ესავი მეგობრებო? Помните Исава? გახსოვთ? Помните? ესავი დაეთანხმა თანხმობა მისცა თავის კუჭს. Исав согласился со своим желудком. ამენ. Амен. ჩვენ მსახურებაზე, არ ვიცი ყველა თუ არა, მაგრამ მოვდივართ მარხვით. Я не знаю, все ли, но многие приходят на служение в посту. იცი კუჭს რომ უსმინო, Если слушать желудок, მე რომ უსმინო ჩემს კუჭს, если я буду слушать свой желудок, იმიტომ ის არასოდეს არ შემითანხმდება, желудок никогда не согласится, რომ რამე არ მიიღოს ჩემსგან. чтобы что-то от меня не принимать. მაგრამ მე იცით რას ვუყურებ? Ну знаешь, я на что смотрю? ღმერთს. На Бога. იმიტომ ის ამბობს რომ იმარხო უნდა ხანდახან. Бог говорит, иногда опаститесь. ამენ. ამიტომ ვის ვეთანხმები მე? И с кем я соглашаюсь? თუ კუჭს ვეთანხმები, Если я соглашаюсь с желудком, მაშინ ღმერთთან გამომდივარ შეუთანხმებელი. тогда с Богом я не согласен. ამენ. თუ ღმერთს უთანხმდები, Если я соглашаюсь с Богом, მაშინ კუჭთან გამომდივარ შეუთანხმებელი. тогда я не согласен со своим желудком. ამიტომ დადეს სასწორზე რომელი ჯობია. Положи на весы, что лучше. ესავის ცხოვრებაში В жизни Исава. რა მოხდა ძვირფასებო როცა შეუთანხმდა კუჭს? Что происходит, когда он согласился со своим желудком? დაკარგა პირმშოობა. Он потерял первородство. ესმით. საული თანამდებობა შეუთანხმდა. Саул согласился со своей должностью. ამენ. არ შეუთანხმდე ამ პოზიციებს.
не соглашается с этими позициями. ამენ. და მან დაკარგა საერთოდ მთლიანად ის, რაც ღმერთმა მისცა. И все, что Бог дал, он полностью потерял Саул. რეპუტაციას გაუფრთხილდა. Он оберег свою репутацию. უთხარ შეძვერდით ვინც ის, ნუ უფრთხილდები რეპუტაციას. Скажи рядом сидящему, не оберегай свою репутацию, не Amen. береги репутацию. დაიცავი ღმერთის რეპუტაცია. Береги репутацию Божию. უფრის რეპუტაციას შეუთანხმდი. Согласись с репутацией Божией. სამსონი ვის შეუთანხმდა? Самсон с кем согласился? თავისი ძალაუფლების, Своей силой. თავის წარმოდგენის, У него такое представление было о ილუზიებს, себе. გესმით? Свои иллюзии. ეგონა რომ ეს მისი ძალა იყო. Он думал, что это была его сила. მოდი ჩამოვყალებდეთ ძვირფასებო. Ну, давайте мы как бы определимся. რაც გაქვს, Все, что ты имеешь, შენი არ არის. не твое. ღმერთმა მოგცა. Бог дал тебе. ა? და თუ სწორად არ მოიქცევი, Если ты неправильно будешь რაც ღმერთმა поступать, მოგცა, все, что Бог дал тебе, რაც ღმერთმა მოგცა, что Бог дал тебе, არაფერი არ არის შენი. შენ შიშველი მოხვედი აქ. ты ногой пришел в этот мир, და შიშველი წახვა. и ногой уйдешь. ამენ? ამიტომ რაც გაქვს, Все, что имеешь. თუ ღმერთთან შეთანხმებული არ იქნები, И если ты не будешь согласован с Богом, ყველაფერი წაგერთმევა. все у тебя отнимется. მაგრამ თუ შეთანხმებული იქნები, А если ты будешь в согласии, უფალი უფრო გაამრავლებს. то Господь размножит. ღმერთმა მისცა სამსონს ძალა. Бог дал Самсону силу. რატო წაართვა? А почему он забрал? შეწყვიტა ღმერთთან შეთანხმება. Он прекратил согласовываться с Богом. გადახედე შენ ცხოვრებას და ყველაფერს რაც გაქვს Все, что ты имеешь, пересмотри свою жизнь. და გააგრძელე ღმერთთან შეთანხმებაში. И просто продолжай жить в согласии с Богом. გახსოვთ ძვირფასებო ანანია და საფირა. Помните Ананию и Сапфиру? თხოვდა ვინმე რამეს? Кто-то у них что-то просил, ძალიან ბევრი ამბობს. очень многие ო, говорят, ეკლესია ფულს ითხოვს. церковь деньги просит. აი ღმერთმა იმითომ მოიყვანა ეს მაგალითი ძვირფასებო. И потому Бог привел этот пример. არაფერს არ გთხოვს. Никто не просит. პირიქით შენ თხოვ ღმერთს. Наоборот, ты просишь у Бога. ღმერთი არ გთხოვს ფულს. Бог не просит у тебя деньги. ამენ. ალელუია. ღმერთი არ გთხოვს შენ არაფერს. Да Бог у тебя ничего не просит. შენ თხოვ ღმერთს. Ты просишь у Бога. ღმერთი არ ლოცულობს. Да Бог не молится. ო ჰალელუია. О, аллилуйя. მადლობა სიწმინდისთვის. Спасибо за ამ святость. ტახტისთვის რომელზეც ვზივარ. За этот трон, на котором я восседаю. ახლა კიდე რა გავქნა? Что мне еще делать? მოდი ვინმეს რამეს მოვთხოვ. Давай у кого-то что-то попрошу. მოდი ჯანრის მოვთხოვ ახლა, Прошу у Жанны сейчас, რომ ფული მომწეს. чтобы он дал мне деньги. სერგოს მოვთხოვ ფული У მომწეს. Сергея попрошу деньги. ესმე? ომარის მოვთხოვ რომ ფული მომწეს. У Амалис попрошу деньги. ანტონს მოვთხოვ фული მომწეს. У Антона тоже попрошу деньги. ესეა? Так поступает Бог. ღმერთი ლოცულობს რომ შენ ფული გამოგართვას? Бог молится, чтобы забрать у тебя деньги. მაგრამ ადამიანი ლოცულობს რომ ღმერთმა მისცეს ფული. Но люди молятся, что Бог их дал. ადამიანი ლოცულობს რომ ღმერთმა მისცეს ფული. Человек молится, что Бог дал ему деньги. ეგრეა ძვირფასებო. Это же так. ამენ? ამიტომ სწორად უნდა დააყენოთ ეს პრიორიტეტები. Ты должен правильно поставить эти приоритеты. შენ ღმერთი არაფერს არ გთხოვს, Бог ничего у тебя не просит. მაგრამ რაც მოგცა, Но все, что Он тебе дал. მასთან შეთანხმებაში უნდა იყო. Он хочет, чтобы все это было в და თუ согласии. არ იქნები შეთანხმებაში, Если не будешь в согласии, მაშინ ვერც გაიგებ რა არის კურთხევა. тогда ты не поймешь, что такое იმიტომ რომ благословение. შეთანხმებას მოაქვს კურთხევა ძვირფასად. Потому что согласие приносит благословение. გინდა კურთხევა. Ты хочешь благословения? მაშინ ღმერთი მოგცემს კურთხევას, თუ შენ იქნები მასთან Бог შეთანხმებული. даст тебе благословение, если ты будешь в Абсолютно. согласии с Богом. Абсолютно. გესმით? გახსოვთ გეხაზი. Помните Гиезия? გახსოვთ ძვირფასებო. Помните? რას შეუთანხმდა გეხაზი? С чем согласился Гиезий? რომ მამონა ყოფილიყო მართველი მის ცხოვრებაში. Что Мамона была управляющая его жизнью. მამონას შეუთანხმდა. Он согласился с Мамоной. არასოდეს არ შეუთანხმდა მამონას. Никогда не соглашайся с Мамоной. ამენ. Амин. არასოდეს არ კითხო მამონას, Никогда не спрашивай у Мамоны, რომ რამდენი ჩააგდო ყულაბაში. сколько тебе бросить в пожертвование. ამენ. გიყვარს სხვებს შეწირვა. Ты любишь жертвовать? ვის უყვარს სხვებს შეწირვა? Кто любит жертвовать?
არასოდეს არ კითხო მამონას რა შესწირო. Никогда не спрашивай у мамоны, сколько тебе пожертвовал. გესმის? ღმერთს კითხე ყოველთვის. У Бога спроси. ელემენტარულია? Это элементарно. კიდე კურთხევა. Ты хочешь благословения? ღმერთს შეუთანხმდი. Согласись с Богом. მამონა არ მოგცემს არაფერს. Мамон тебе ничего не даст. ამენ? თუ მოგცემს мамоნა რაიმეს, Если мамон что-то тебе даст, დაგიმონებს ამის გამო. она тебя обязательно в рабство возьмет. ისერში ბაწარს საბელს მოგაბამს. Она завяжет тебе около шеи და მისი ჭკუით გარბენინებს იქეთ აქეთ. и ты будешь бегать по его воле. По და воле გეტყვის. Бога. Она скажет тебе, мамона. კარგი, მოდი ასე გეტყვით უფასებო. Я так скажу. გესმის ეს სიტყვა Ты слышишь это слово? ძვირია. Дорого. გესმის? Понимаете? ღმერთი არასოდეს არ გეტყვის რომ ძვირია. Бог никогда не скажет, что это дорого. ღმერთისთვის ძვირი არაფერი არ არის. Для Бога нет этого. ძვირი არაფერი არ Это არის. дороговизна для Бога не და существует. თუ გესმის რომ ძვირია, Если ты слышишь, что дорого, გინდა რაღაცის ყიდვა ты хочешь что-то купить, და ვიდრე მიხვალ, и прежде чем ты придешь, იმ წუთში რაღაცა მოხდა გულზე. тебе сразу сердце какое-то как ო удар. ძვირია, Дорого. არ არის ამდენი ფული. Нету столько денег. ამას ღმერთი არასოდეს არ აკეთებს. Бог никогда это не делает. იმიტომ რომ მისთვის ძვირი არაფერი არ არის. Для Бога нету дороговизны. ამენ. ვინც ამას ამბობს, ეს არის მამონა ძვირფასებო. Это говорит тебе мамон. ამენ, რომ ძვირია. Что дорого. რატო გეუბნება? Почему она тебе говорит? იმიტომ შენ უთანხმდები მას. Потому что ты соглашаешься с ней. არასოდეს არ შეუთანხმდე. Никогда не соглашайся. მამონას არასოდეს არ С мамоной не შეუთანხმდე. соглашайся. ყოველთვის ღმერთს შეუთანხმდი. Соглашайся с Богом. ნახეთ რა უქნა გეხაზის ძვირფასებო მამონამ. Вот что сделала в жизни Гезия Мамона, с ним что сделала? მას რო ეკითხა თავისი მწყემსისთვის, Если он ელისესთვის, спросил у Елисея, своего пастора, როგორ მოვიქცეთ? как нам поступить? მაშინ გეხაზი იქნებოდა კურთხეული Тогда ადამიანი. Гези был бы благословленным. სამმაგი კურთხევის კანდიდატი იყო ის Он ძვირფასებო. был кандидат тройного благословения. ამენ. ამიტომ დაფიქრდი ამაზე და სწორად მოიქეცი. Просто задумайся об этом и поступай правильно. ჰალელუია. არავითარ შემთხვევაში არ შეუთანხმდე სიძუნწეს. Ни в коем случае не соглашайся с жадностью. ამენ. სიძუნწე დევს ადამიანის ხორცში. Вообще в человеке жадность она живет. ამენ. არ შეუთანხმდე მას. Ты никогда не соглашайся с ней. იესო შეუთანხმდება ეშმაკს რამეში? Иисус, когда соглашается с дьяволом, идет на согласие. რამეში უთანხმდება იესო ეშმაკს? Да Иисус с дьяволом идет на согласие какое-то. არაფერში. მოდით ნახოთ კორინთელებში. Давайте в Коринфянам посмотрим. რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? Какое согласие между Христом и Велиаром? რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? И какая часть есть у верующих с неверующими? ამენ. არ არსებობს. Не существует. გამორიცხულია ძვირფასებო. ამენ. Исключено. იესო არ უთანხმდება ეშმაკს. Иисус никогда не идет на согласие с дьяволом. ამიტომ შენ არ უნდა შეუთანხმდე ეშმაკს. Ты не должен соглашаться Ара с дьяволом. сотес. Никогда. იმიტომ რომ ის არის შეთანხმებული მამასთან Да Иисус согласен с Отцом და სული წმინდასთან. и с Духом Святым. მე ვარაფერს არ ვაკეთებ ჩემი, თქვა იესო. Иисус сказал, я ничего не делаю от себя. ამიტომ თუ გინდა რომ კონდეს წარმატება ცხოვრებაში, Если хочешь иметь успех в своей жизни, უნდა კონდეს სწორი შეთანხმებები. у тебя должно быть правильное согласие. აბსოლუტურად სწორი შეთანხმებები. Абсолютно правильное согласие. ამენ. ნახეთ, მუდამ გახსოვდეს, Всегда помни, რომ სული და სხეული, შენი სული და სხეული არასოდეს არ შეუთანხმდება что ერთმანეთს. свой дух и плоть никогда друг с другом не согласятся. ამენ. ძვირფასებო, ნახეთ, რატომ ააშენა ნოემ კიდობანი? Почему Ной построил ковчег? ადვილი იყო? Легко было? მარტივი იყო? Легко было? არა. Нет. ამენ. იმიტომ რომ მან დაიქვემდება რა თავისი ხორცი. Он просто усмирил свою плоть, ამენ. он подчинил себе плоть, მან დაიმონა თავისი ხორცი. он поработил плоть. ჩვენ ვიცით სულის ნაყოფები? Да мы знаем плоды Духа. ვიცით? Знаем плоды Духа? რამდენია сулის ნაყოფი? Сколько всего плодов Духа? 9. 9. ასევე გაგვიგონია ხორცის საქმეებზე. Мы также слышали о делах плоти. რამდენია ხორცის საქმეები ძვირფასებო? Сколько их? Сколько? ბევრი. Очень много. აი ვისთან გვაქვს საქმე? И с чем мы имеем და дело? იცით რა არის ერთ-ერთი მათგანი ხორცის საქმეთაგან? И знаете, какое одно из дел плоти? უთანხმოება. Несогласие.
ნახეთ გალატელებში და ამოიკითხეთ. Да посмотрите Галатам и прочитайте. იქ ჩამოთვლილია ხორცის საქმეები Там есть перечень дел плоти. და იქ წერია უთანხმოებაც. Это несогласие. ჰალელუია, ეს არის ხორცის საქმე. Это дела плоти. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება. Обрати внимание. ვისთან ხარ შეთანხმებული? Да с кем ты в согласии? შეთანხმება უნდა იყოს ვირფასებო არა ნაწილობრივი, არამედ თლიანი და სრული. Согласие должно быть не наполовину, а полностью. Совершенно. ხელშეკრულება ხო გინახიათ? Даже вы видели დოკუმენტი, რომელზეც არის შენი პირობები და პირობები ვისთანაც შედიხარ შეთანხმებაში. документ, на котором есть твои условия, вы входите в это იქ соглашение. აუცილებელია ბეჭედი Там обязательно печать და нужна ხელის მოწერა. и подпись. და იქ არის პუნქტები ძვირფასო. И там есть пункты. და ესე არ არის რომ 80% ამ პუნქტები შეასრულებ Ты скажешь, я 8% из этих пунктов исполню, და 20 არა. а 20 нет. დაირღვევა მაშინ, გაუქმდება ეს ხელშეკრულება. Тогда это согласование, оно будет და недействительным. ძალიან ბევრი ქრისტიანი ესეა ღმერთის მიმართ. И сегодня очень много христиан так перед რაც მას Богом. აწყობს იმაში შეთანხმებულია ღმერთთან. Все, что им нравится, они с Богом და რაც არ согласны. აწყობს имაში არ უთანხმდება. А то, что им не выгодно, они этим не და согласны с Богом. მაინც მისებურად იქცევა. И они делают по-своему. და ესეთ შემთხვევაში И в этом случае ღმერთი არ ღებულობს მას და აუქმებს. и Бог это согласование, он отменяет, не принимает. კაენი გახსოვთ ვიფასებო. Помните Каина? მოდით გავიხსენოთ კაენი. Давайте вспомним Каина. არსად არ წერია რომ კაენს ღმერთი არ უყვარდა. Не написано, что Каин не любил Бога. ღმერთი გიყვარს. Ты любишь Бога. კაენსაც უყვარდა. Каин тоже любил Бога. ამე ის აფასებდა ღმერთს. Он ценил Бога. ის ემორჩილებოდა ღმერთს. Он слушал Бога. ნახეთ, კარგი დასაწყისია. Это хорошее начало. ის ასრულებს შეთანხმებას. Он продолжает следовать согласованно с ნახეთ, Богом. მან მსხვერპლიც მიუტანა ღმერთს. Он даже жертву принес Богу. ღმერთთან მიგავს მსხვერპლი. Ты приносишь Богу жертву. პირველ ნაყოფები მიუტანა ღმერთს. Он принес Богу первые плоды. ჰალელუია. შენ мигავს ღმერთთან პირველ ნაყოფები. Ты приносишь Богу первые плоды. ხილი ბოსტნეული, რასაც ისხავს, მიგავს ღმერთთან. Да, все, что ты приносишь в твой огород, приносишь Богу. კაინმა მიუტანა. А Каин принес. უთხარი შეზგვერდით ვინც არის? Скажи, кто рядом с тобой. არ გაჯობოს კაინმა. Да Каин сделал А? лучше, чем ты. კაინმა არ გაჯობოს. Да что Каин ჰალელუია. не лучше тебя был. მას კარგად ჰქონდა საქმე ღმერთთან, У него было очень хорошо კარგი устроено. დასაწყისია, Хорошее მაგრამ რატომ начало. არის ნაწილობრივი შეთანხმება? Но почему его согласие? ამიტომ სადაც ნაწილობრივია ღმერთი აუქმებს ამ შეთანხმებას. И Бог это согласие разрушает. სადაც ნაწილობრივია, Да там, где вот Частично. наполовину, да, частично. Аминь. Согласие. ის არ შეუთანხმდა თავის ძმას. Он не согласился со своим братом. ამენ. ადვილია ღმერთთან იყო შეთანხმებული, Легко быть в согласии с Богом. მაგრამ უნდა იყოს შეთანხმებული შენ ძმასთანაც. Но ты должен быть в согласии с своим братом. ის შეუთანხმდა ღმერთს, Он согласился с Богом, მაგრამ არ შეუთანხმდა თავის ძმას. но не согласился со своим და братом. ამიტომ დამთავრდა ცუდად მისი საქმე ძვირფასო. Поэтому его дело закончилось плохо. ამენ. Аминь. ის იყო ღმერთის მსახური, Он был служителем Божьим. ემსახურებოდა ღმერთს, Служил Богу. მაგრამ Но არ гахта ძმის მსახური. не стал служителем, слугой брата. ამენ. ჩვენ ერთმანეთს უნდა ვემსახუროთ. Мы должны служить друг другу. აი რა გვასწავლა იესო. Вот что научил нас Господь. უძღებიძე გახსოვთ? Помните блудного сына? გახსოვთ ვიფასებო? Помните? ის არ გახდა მამის მსახური. Он не стал служить отцу, слугой отца. ამენ. ოჯახში როგორ გაქვს საქმე? Какое у тебя положение в семье? ხარ მსახური შენი ოჯახის წევრის? Да ты служишь в своей семье, а где ты живешь? რაფერაა საქმე? Как у тебя там состоят дела в твоей семье? ეკლესიაში არ დადის. А он церковь не посещает. მე რა? Ну и что? ეს არ გათავისუფლებს რომ არ მოიმსახურო მას. Это тебе не дает права, что не служить своей семье. იმიტომ რომ შინაგანი უფლის არის მსახურება, ის ემსახურება. Это потому что внутренность Божия это служить. და შენი სწორი საქციელით მას შემოატრიელებ და მოიყვან უფალთან. И твоим правильным поведением ты обратишься к Богу. გახსოვთ იუდას ვირფასებო? Помните Иуду? ის ღმერთს აფასებდა. Он ценил Бога. ის რომ არ ყოფილიყო ესე Если так бы не было დასაწყისში, в начале, უფალი არ აიყვანდა. да Господь бы не избрал его.
მაგრამ ის არასოდეს არ გახდა იესოს მსახური. Но он никогда не стал слугой Иисуса. ამენ. ძალიან ბევრი ეკლესიაში არის ღმერთის მსახური, Очень много здесь Богу служит церкви, მაგრამ იესოს არ ემსახურება. но Иисусу не ო, служит. როგორ არ მემსახურები იესოს, კაცო? Ты скажешь, как я თქვი, служу? როგორ არ Скажи, მემსახურები? как я не служу Иисусу? ეკლესია იესოს სხეულია ძვირფასო. Церковь это тело Христа. თუ შენ ეკლესიაში ხარ მსახური, Если ты в церкви служитель, შენ ემსახურები იესოს. тогда ты служишь Иисусу. ამენ. Аминь. ადვილია კიდევ ერთხელ გეუბნები რომ იყო ღმერთის მსახური, Легко быть слугой Бога. მაგრამ უნდა გახდე დაძმის მსახური. Но ты должен стать слугой братьев и сестер. ეკლესიას ზიანი აქვს იმათი მეშვეობით, У церкви приходит ущерб через тех людей, რომლებიც მაგალითად ერთმანეთს არ ეთანხმებიან которые с друг другом вне согласия. და ამის გამო ეკამათებიან ერთმანეთს. И они с друг другом спорят. В церкви Аминь. споры. არ შეიძლება ეკლესიაში ესეთი რაღაცის გაკეთება. Невозможно так, чтобы это было в церкви. ოჯახი ძვირფასებო არის ადგილი, სადაც ჩვენ სწავლობთ ამ შეთანხმებას. Это семья место, где мы учимся согласию. ამენ. Аминь. აირეკლება ოჯახში პატარებზე მით უმეტეს, თუნდაც ისინი პატარები არიან, იმიტომ მშობლებს გონიათ რომ ვერ ხვდებიან ბავშვები. Да, это часто видно в семье, даже в семье есть еще дети маленькие, и родители думают, что дети еще не понимают. მაგრამ კაფიოთ არის ასახული მათზე, როდესაც მშობლები არიან შეუთანხმებლობაში. Это видно в детях, если между родителями есть несогласие. ამენ. აღიქვასება. ბავშვი ხვდება ამას. Даже ребенок вот это понимает, что есть несогласие. ამენ. Аминь. ბავშვი გებულობს ამას. Да, ребенок это понимает. როგორ არის შენთან? А как у тебя? არ გაქვს უფლება რაღაც შენი ხასიათები გადმოღვარო, როცა ბავშვი არის შენს გვერდით. Ты имеешь право высказать свой характер, показывать, когда Аминь. среди вас есть дети. იმიტომ ძალიან ბევრი ფსიქოლოგია ბავშვის დაზარალებულა და ეშმაკის მისიაა ეს. Да, очень много страдает здесь психология ребенка, это миссия дьявола. ამენ. რომ იყოს უთანხმოება მშობლებს შორის, Что было несогласие между родителями. შეიძლება ხვალ ზეგ ისინი შერიგდნენ, Да, может завтра, послезавтра. ან არ შერიგდნენ. Да, родители или примирятся, или не примирятся. და ეშმაკს უნდა რომ დაღი დაასვას ბავშვებს. И дьявол хочет просто навредить ребенку. მაგრამ მადლობა იესოს. Спасибо Иисусу. ის მკურნალია. Он целитель. რამდენი აღუდგენია. Скольких он მიუძღვენი восстанавливает. უფალს მადლობა ამისთვის. Благодарю Господа за მადლობა უფალს ამისთვის. Слава Богу. Аминь. Аллилуйя. უფალი რომ არა, დაინგრეოდა ძალიან ბევრი ბავშვი. Очень много детей были бы მოდით კიდე разрушены. ერთი ილუსტრაცია ვნახოთ У нас ძვირფასებო. еще есть одна иллюстрация. ეს გვისწავლია კიდეც. გახსოვთ? Это помните, вы учили, да? ა? Это помните, мы учили? აი ესე გონიათ, რომ ყველაფერი ეადვილება ადამიანს, რომ ადვილად გავაკეთებ, კაცო. Все люди думают, что как легко я все это сделаю, легко для меня. გახსოვთ ღმერთი ამბობს, რომ სხვადასხვა ცხოველი ერთ უღელში არ შეიყვანო. Да, помните, он говорил, что Господь, что да в одну სხვადასხვა упряжь, თესლი არ დათესო. да разные семена не сейте, и из животных разных не запрягайте в და одну. ტანსაცმელი სხვადასხვა ქსოვილისგან არ მოკერო. И также разную одежду с разными элементами ткани не одевайте. ვერასოდეს ვერ შეთანხმდება კიბო და თევზი ძვირფასო. Никогда не согласятся рыба и рак. ამენ. ან წერო, Или гусь это. ლებეთ. Нет, это настоящий гусь. ამენ. ესე ხო არ არის შენ ხომ არ გავს ამ ილუსტრაცია შენი ცხოვრება? Да можешь, твоя жизнь сначала не похожа на გინდა ღმერთს ემსახურო? Ты хочешь Богу служить? ო, ჰალელუია. Аллилуйя. მაგრამ კიდე სხვა ვიღაცებთან ხარ შეთანხმებული. А здесь тоже с кем-то ты в согласии. გადახედე შენ ცხოვრებას. Пересмотри свою жизнь. მოაგვარე ეს. Ну просто определись все. საიდან ეს ამ პრობლემების კასკადი ძვირფასებო? Откуда каскад этих проблем? უთანხმოებისგან. Из-за несогласия. ამოს წინასწარმეტყველმა თქვა გენიალური რამ. Амос сказал гениальные слова. განაივლიან ორნი ერთად თუ არ შეთანხმდნენ ერთმანეთში? А пойдут ли двое не согласившись? გესმეთ? Понимаете? წავლენ? Пойдут ли двое? თუ არ შეთანხმდნენ, წავლენ? Если не согласятся, пойдут ли двое? ამიტომ აუცილებელია ძვირფასებო რომ ჩვენ ვისწავლოთ შეთანხმება. Обязательно мы должны научиться согласию. რატომ ქვია ცოლ-ქმარს მეუღლე? Почему муж
Муж и жена называют супругами. ერთი უღელია. У них один ამენ. да, упряжка. იგა. Ига. ჰალელუია. Ига. ეგრეა ძვირფასებო. Это что? რა არის უღელი? Что такое ига? ეს არის ურჩობის და თავისუფლების დასასრული. Да, это конец твоему своеволию и свободе. ამენ. ურჩობის. Непокорность. ამენ. ეს არის დასასრული ორგულობის და სიჯიუთის. Да, это конец упрямству и двоедушию. ამენ. აი ცოლს აქეთ უნდა წასვლა, Жена в одну сторону хочет, ქმარს იქეთ. а муж в ту сторону. არ თან Они не согласны. ესე ხეტიალობენ. Соглашаются. И они бродят и бродят. და იცით სად მოხდება შეთანხმება? И знаете, где происходит согласие? დახარონ თავი Они даже склонить головы და დაიდგან უღელი. и иго на себя ამენ. взять. ამიტომ როდესაც ერთს იქეთ მოუნდება, Когда один туда хочет идти, ან შეუთანხმდება და წაიყვანს, или она согласится, туда пойдет, ან პირიქით. или наоборот. და ამით გადარჩები შენ. И ты спасешься этим. ამიტომ შენ ტყუილად კი არ ქვია მეუღლე. И ты не зря назвал супруга или супругой. უნდა ისწავლო შეთანხმებას. Ты тоже научился согласовывать. და რომ ისწავლი შეთანხმებას, Когда ты научишься согласию, მაშინ ბავშვიც ღვთისმოშიში გაიზრდება. и ребенок тоже вырастет богобоязненно. ამენ. ამიტომ მიაქციეთ ამას ყურადღება. Обрати на это внимание. რა თქვა იესომ ძვირფასებო? Что сказал Иисус? პავლე მოციქული გვეუბნება. Апостол Павел говорит, ნუ შეებმებით უცხო უღელში он ურწმუნოსთან. говорит, не будь в одной упряжке с неверующим, одно ярмо с неверующим. ძალიან ბევრს იცით რა გონია? Очень многие думают, ოჯახი და უღელი გახდის მორჩილს ადამიანს. что вот иго семьи сделает тебя покорным, послушным. ოჯახი უღელი კი არ გასწავლი შეთანხმებას. Иго тебя не учит послушанию. შენ უნდა იცოდე რა არის შეთანხმება. Ты должен понимать, что такое согласие. და ვის უღელში უნდა შეყო თავი? И под чье иго ты должен войти. პირველ რიგში, ვისაც ღმერთის უღელში აქვს შეყობილი თავი. Во-первых, с тем, кто тоже в Божьем иге находится. ო მე მოვიყვან, Ты говоришь, нет, я его приведу. ვიქორწინებ ურწმუნოზე. Да я женюсь и буду замуж за неверующего. მე მოვიყვან. И приведу его в церковь. ან გავყვები და მე მოვიყვან. И я буду замуж, а ნუ потом... გავყვები რა ვქნა ახლა სხვა მორწმუნე არავინ არ მომეწონა და რა ვქნა. Наверное, мне никто не ხო არ понравился. დავრჩები. Да что, я же не останусь. და ძალიან ბევრი არ ღვევს ვირფასება ღმერთის აღთქმას. И очень многие на Божий совет არ ღვევს. არავითარ შემთხვევაში არ გაყვე და არ მოიყვანო, никогда не выходи замуж и не приводи. ვინც არ არის ღმერთთან შეთანხმებული. Да кто не согласен с Богом? Не ვინც согласен. ღმერთთან არის შეთანხმებული, А кто согласен с Богом, იმასთან მოხერხდება იდილია ოჯახში. с ним возможно идиллия в семье. გეყურებათ? Вы понимаете ო, меня? ნუ ეხმარები ღმერთს რომ მოღმერთო აღა მეც ხომ უნდა გავიქანო ცოტა გავახილო თვალი და დავინახო ვინმე. Не помоги Богу, не говори, что я тоже же должен открыть глаза и помочь Богу, да, посмотреть. ეს არის сюда. ეშმაკისთვის გახსნილი კარები. Это для дьявола открытые двери. უფალმა გაგაფრთხილა არ შეყო უცხო უღელში ურწმუნოსთან თავი. Бог говорит, не связывайся с неверующим, ярмо не входи с неверующим. ამენ. ხოლო და მხოლოდ იმასთან ვინც არის მორწმუნე. Только тот, кто верующий. ესე არ ვიცი თუ რას ნიშნავს ეს ესე ვთქვათ კომპრომისი ძვირფასებო. კომპრომისი. Да я не понял, вот это, что такое ძალიან ბევრი компромисс. მიდიან ამ კომპრომისზე. Очень многие идут на этот компромисс. ღმერთის სიტყვა არის ღმერთის სიტყვა. Ну, я знаю, что Божье Слово – это Божье ეს არის Слово. ბრძანება. Это приказ. არა ნიშნავს არას. Нет, значит нет. ამენ უფალმა თქვა არ შეყო უცხო უღელში. Бог сказал, не входи в ярмо с неверующим. შეყო უცხო უღელში თავს. Если ты войдешь в это ярмо, შენ ხარ შეუთანხმებელი ღმერთთან. тогда ты уже не согласен с Богом. გასმენთ? Понимаешь? აქ არის წერტილი. Здесь точка. მორჩა. Всё. აღარ განიხილება. Это уже не рассматривается. აბსოლუტურად არა. Абсолютно не ამიტომ рассматривается. ფრთხილად იყავი. Будь осторожен. ღმერთის სიტყვა დააფასე და შეუთანხმდი მას. Цени Божье Слово, согласуй все с Божьим Словом. ჰალელუია. იმიტომ რომ როდესაც ესეთი ნაბიჯი იდგმება, Когда эти шаги делаются, რა ხდება მერე ძვირფასებო? потом что происходит? მე ხედავ რომ უკვე კვირა ჩაგდებით დადიან Видишь, ეკლესიაში. что люди ходят уже через неделю, через воскресенье. გასმენთ? მე შეიძლება თვეში ერთხელ გამოჩნდეს. Может, в месяц раз появится. მე ერთობაზეც აღარ დადიან. Потом на
общение. ეს უცებ კი არ ხდება ნელ-ნელა. Это не сразу, но постепенно. ამენ. მე შეხედავ მეათედსაც აღარ იხდიან ღმერთთან. Потом они десятину не ложат, უჯრედებზეც აღარ დადიან. на ячейку не посещают. მე უკვე ნახეთ ეშმაკი ისე არ დატოვებს, მათ სანამ ბოლომდე არ გაანადგურებს. Дьявол не оставит покоя, пока полностью не уничтожит их. მე იქნებ სხვაგან წავიდეთ, მოვსინჯოთ სხვა ეკლესიაში თავი. Потому что мы попытаемся в другую церковь перейти. გასმენთ? მე შეიძლება ადვილად უკვე ენაც ვეღარ გააკონტროლო და დაიწყო ესე ვთქვათ ლაპარაკი. Такие люди не могут уже контролировать свой язык и начнут свободно говорить. და ყველაფერი მიდის დეგრადირებისკენ. И все идет к деградации. ამენ. ძალიან ბევრი ძვირფასება. Очень многие дорогие. უბრალოდ Очень просто. აი ქორწინებისთვის ქორწინდებიან. Выходит и женится только для женитьбы. ამენ. და არა იმისთვის რომ ღმერთს მოემსახურონ ერთობაში. А не для того, чтобы совместно послужить Богу. არ აქვს მნიშვნელობა იქნები შეუღლებული თუ ჯერ შეუღლებელი. И не важно, ты уже женат, замужем или еще не женат и не замужем. შენ უნდა იყოს შეთანხმებული ღმერთთან და ემსახურო მას მუდმივად. Ты должен быть согласен Богу. მუდმივად და განუწყვეტლივ. Постоянно. ამიტომ თხილად იყავით ძვირფასნო. Будь осторожны. ამიტომ იცით, ვინც ესეთ უღელშია, არასწორ უღელში, Да кто в неправильном ярме, შეიძლება დასაწყისში მასაც არ უნდოდა. да может вначале он тоже не хотел. და ვიდრე დროზე არ მოინანიებს და მოbrunდება უფალთან. И пока он не покается, не вернется к Господу, დროზე უფრო სავალალოდ წავა მისი საქმე. то его жизнь пойдет еще хуже. არავინ არ უნდა ელოდოს ერკოების ჭამას, რომ მე მიხვდეს და Да, მოbrunდეს. никто не должен ожидать, что вот есть уже вот эти рожки свиные, чтобы уже, а потом вернуться. ამენ ძვირფასებო. Аминь, друзья. მოდით ნახოთ შემდეგი ილუსტრაცია. Давайте еще иллюстрацию посмотрим. აქ არის ორი პოზიცია. Здесь есть две позиции. ერთი შეთანხმება, მეორე შეუთანხმებლობა. Да, одна в согласии, а другие не в согласии. როდესაც შეთანხმებულნი არიან, ისინი იმარჯვებენ და არიან ფინიშთან მისული. Да, кто в согласии, они побеждают, они уже у финиша. ამენ. ხოლო ვინც შეუთანხმებელია, ისინი ესე ქაოტურად დახტიან და რა თქმა უნდა წაგებული არიან. А кто не согласен, они хаотически, конечно, они проигрыши. ამენ. შეხედე როგორ არის შენს ოჯახში საქმე. Посмотри, как в твоей семье стоят дела. უნდა შენ შვილს უფალი Твои дети хотят Господа, ეკლესია. церковь. შენს მეუღლეს უნდა უფალი და ეკლესია. Твоя жена хочет или муж церковь Господа. როგორ უნდა გამოასწორო ეს სიტუაცია? Как ты должен изменить ситуацию, исправить? ურწმუნოსთან გაქვს თავი შეყოფილი. Ты связан с неверующими. არ ხარ კავშირში ღმერთთან Ты не в связи с Богом. და გჭირდება ღმერთი. И тебе нужен Бог. გაქვს გარანტია რომ მოგისმენს როცა დაგჭირდება? У тебя гарантия, что Бог тебя услышит, когда тебе нужно. ну სანამ არ გჭირდება ის არ გახელვებს იმდენად ეს. Пока тебе не нужно, тебе это еще не, никак бы не колышет. ურწმუნოსთან უცხო უღელში არ შეყო თავი. Не входи в ярмо с неверующим. ო დამპირდა. Он мне обещал. რა თქვია დაკპირდა? Что значит обещал? დაპირება არ ნიშნავს რომ ღმერთთან ხარ შეთანხმებული. Обещание еще не значит, что ты в согласии с Богом. შენ უნდა იყოს შეთანხმებული ღმერთთან. Ты должен быть в согласии с რომ Богом. არ იყოს შეუთანხმებლობაში. Чтобы не მოდით быть შემდეგი ვნახოთ. в несогласии. ძალიან საინტერესო სურათია ძვირფასებო. Очень интересная картина. ნახეთ, ორი სახედარი ვირი. Два осла. ისინი დაბმული არიან Они связаны друг с და другом. დაუყარეს თივა. Да, им стена. ორივეს მოუნდა положили. თივა. И они хотят съесть. დაიწყეს ცოტათი გადადგმა ნაბიჯის, მაგრამ ეს თოკი არ უშვებს. Они начали, веревка не пускает, у них не ну შემდეგ получается. ბრძოლა დაიწყეს, მაგრამ Они начали бороться, и силы не და получилось. ბოლოს გამოეცალა ძალა У них не осталось сил. у და этих ნახეთ ослов. კითხვით ნიშანია რომ რა ვქნათ. И они думают, попросите, что нам делать? ამიტომ რომ მანამდე იყო შეუთანხმებლობა. Вначале было несогласие, მანამდე იყო შეუთანხმებლობა. და შემდეგ ნახეთ მოვიდა შეთანხმება. а потом пришло согласие. ორივე ერთი თივისკენ წავიდნენ Сначала вместе в одну сторону пошли, და поели, მე მეორე შეჭამეს. а потом в другую сторону поели. შეთანხმებას კურთხევა მოაქვს. Согласие приносит благословение. ამენ შეუთანხმებლობას ყოველთვის დავა და არ ვიცი გამიშვი დამაკავე. А несогласие приносит раздоры, ссоры, как всякое. ძვირფასებო შეთანხმებას სახარება გვიხსნის ბერძნულიდან ესეთი სიტყვით. სუმფონეო.
Евангелие говорит нам греческое слово как согласие сумпонео. აქედან არის სიტყვა სიმფონია. Отсюда слово симфония. გაგიგონიათ სიმფონია? Вы слышали слово იქ симфония? ყველა შეხმატყილებული მღერის და უკრავს სხვადასხვა Да, ინსტრუმენტს. все поют и все играют совместно. ეს ორი სიტყვისგან შედგება სიმფონია. Симфония состоит из двух слов. ერთად და ჟღერადობა. Вместе и звучать. ამენ, ერთად და ჟღერადობა. Это вместе и звучание. გესმით ზურფასებო? ანუ ერთად ჟღერს, ესე კი არა ვის რა უნდა და სად ურტყამს. Это значит, что звучит вместе, совместно. გესმით? გინდათ რომ თქვენი ცხოვრების დირიჟორი იყოს იესო? Ты хочешь, чтобы дирижером твоей жизни был Иисус? ვინ არის შენ ცხოვრების დირიჟორი? Кто является дирижером твоей жизни? ვისი ჯოხის ესე მიმართულებით სიარული ქსიამოვნებს? Да почему, как будто дудку пляшет, Амен. вот палочку ты ходишь. ვის? Почему? ვინ არის ეს? Кто это? შენი ხორცის სიამოვნება Это вожделение плоти თუ უფალი? или Господь? ამიტომ გადაწყვეტი რომელ ანსამბლში უნდა იყო. Реши, в каком ансамбле ты должен быть. შენ არ გაქვს უფლება შესწოდო. У тебя нет права грешить. თუ სწოდავ, Если грешишь, მაშინ ღმერთის თვალში ხარ ურჯულო, უკანონო. в очах Божьих ты беззаконник. ამენ? Да. შენ ეთანხმები ესეთ შემთხვევაში ეშმაკს. В этом случае ты в согласии с дьяволом. რავენჰელს აქვს ესეთი გამონათქვამი ზურფასებო. გამონათქვამი აქვს რავენჰილს. У Равенхила есть такое выражение. ამენ? თუ შენ ეთანხმები მას, Если ты согласен с ним, ეს დამოუკებელი იქნება შენთვის. это для тебя будет пагубно. ღმერთისთვის უკანონო ხარ, მის კანონში აღარ ხარ, мис საზღვრებში აღარ ხარ. Значит, ты с Богом, то есть ты вне закона, ты не в Божьих, ты за границей Бога. ამენ. ამიტომ მიატოვე ყველაფერი და დაიწყე იესოსთან ცხოვრება. Оставь все и начни жить с Иисусом. არავითარ შემთხვევაში არ წახვიდე კომპრომისზე. Никогда, ни в коем случае не иди на компромисс. ჰალელუია. არავითარ Ни შემთხვევაში. в коем случае. ახლა ჯონ ვიგლიფს აქვს კარგი გამონათქვამი და У მინდა Джона ასე Уикса წავიდე. есть очень хорошее выражение. ეშმაკ საერთოდ არ ადარდებს ის ფაქტი, რომ შენ გაქვს ბიბლია. Вообще, дело не интересно тот факт, что ты имеешь Библию. არ ადარდებს. Ему все равно. ამენ. Его не беспокоит, не волнует то, что მას ты имеешь მხოლოდ ის Библию. ბიბლია აშინებს, Его волнует только та Библия. აშინებს, Его страшит та Библия, რომელმაც ღრმა ფესვები გაიდგა შენს გულში. которая укоренилась в твоем сердце глубоко. ამენ, რომლის საფუძველზეც И на чем основании შენ ღვთის ნების თანახმად ცხოვრობ. ты живешь по воле Божией, თანახმად. в согласии с волей Божией. ამენ. აი რა ანერვიულებს ეშმაკს. Вот это что нервничает, о чем нервничает თუ дьявол. გინდა 100 ბიბლია გქონდეს, Если у тебя 100 Библий, сотни ბრილიანტებით მორთული. с бриллиантами красиво თუ არ ხარ украшены. შეთანხმებული ღმერთის ნებასთან, Если ты не согласен с волей Божией, ეს არის აბსოლუტურად არაფერი. это ничто абсолютно. ამენ, ამიტომ უნდა მიაქციო ამას И ყურადღება. ты должен на это обратить внимание. ჰალელუია. არ წახვიდე კომპრომისზე. Никогда не иди на компромисс. არ შეუთანხმდე ადამიანს, რომელი შეთანხმებას არ ღვევს ღმერთის ნებას. Никогда не соглашайся с теми людьми, которые не согласны с волей Божией. პავლე მოციქული ამბობს ვირფასებო ერთ ადგილზე გალატელებში, რომ მეო, როდესაც გავიგე ღმერთის ნება, არ შეუთანხმდიო ხორცს და И სისხლს. Павел говорит, когда я узнал Божью волю о себе, я не стал советоваться с плотью и с кровью. ამენ. ვინ არის ხორცი და სისხლის ვირფასებო? Что это плоть и кровь? ეს არის ადამიანი. Это люди, он имеет. ადამიანი არის ხორცი და სისხლი. Человек есть плоть и кровь. ამენ. ეს არის დროებითი. Это временно. ხორცი და სისხლი არის დროებითი. Кровь и плоть временно. ეს დარჩება აქ. Это все останется. შეუთანხმდე მარადიულს. Соглашайся с вечностью. სულს შეუთანხმდი ყოველთვის და იქნები წარმატებული. С духом, и ты будешь ცოცხალ ღმერთს. успешен. კარგით, მოდით ნელ-ნელა დავასრულოთ ზურფასებო მათეს 18 თავი. Давайте откроем Матфея 18-19. განაივლიან ეს იგივეა მათეს 18 თავი ჟანრი. ჩაგვირთე? ეს არის ამოსი. ვის ახსოვს რა წერია მათეს 18 თავში? Кто помнит, что написано в 18 главе Матфея? დაახლოებით, აბა? Где-то примерно. Помните, что написано в 18 главе? აბა ამ თემასთან დაკავშირებით. О ссорах с братьями, да? Там Ага. написано, нет? О соблазнах. აბა ზვირფასებო,
მოკლიბეთ გონება, Давайте соберись, снобимся в 18 главе. ცნობილი, ძალიან ცნობილი სიტყვები. Очень известные слова. ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. Истинно говорю вам. თუ ორნი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე, Если двое из вас согласятся на земле, ნებისმიერ რამეზე по любому поводу, за любой, და ითხოვენ, и будут просить, მიეცემათ მათ ჩემი მამისგან, они получат от Отца Моего Небесного, რომელიც ზეცაშია. который на небесах. თუ შეთანხმება მოხდება. Если пройдет согласие. მოდი ახლა ცოტა რეალურად ვიფასებო. Давайте реально, მინდა რომ მიპასუხოთ. пожалуйста, ответьте. ღმერთს ხო გთხოვ რაღაცებს. Ты что-то же просишь у Бога. ბევრჯერ გაქვს ნათხოვი ღმერთზე რაიმე. Да ты многое просил у Господа. რატო არ არის პასუხი? Почему нет ответа? გინდა ყველა სათხოვარზე პასუხი გქონდეს? Ты хочешь, чтобы у тебя были ответы на все молитвы, на все просьбы? ამიტომ რომ მანამდე უნდა ისწავლო ღმერთთან შეთანხმება. Ты должен вначале научиться თუ соглашаться с Богом. ღმერთის ნების საწინააღმდეგოს ითხოვ. Ты часто просишь, თუ а если ты просишь против воли Господа, ამენ მაშინ არ მოგისმენს უფალი. Господь не услышит тебя. მაგრამ ნახე რა დაპირებას გაძლევს. На какое обещание дает Господь? ნებისმიერი რა. Ну все, что ты будешь просить. წაიკითხე. რას ნიშნავს ნებისმიერი რა? Что значит все? ამენ რა არის ნებისმიერი რა? მიპასუხეთ. რას ნიშნავს ნებისმიერი? Что это все? რაც არ უნდა ითხოვო. На все, что ты не გინდა რაც არ უნდა ითხოვო შეგისრულოს ღმერთმა? хочешь, чтобы Бог тебе ნებისმიერი რამ რასაც ითხოვ. все, что ты просишь, ჩემი მამისგან მოგეცემაო. это будет дано тебе от Отца. შემდეგ იესო აგზელებს რომ მე და მამა ერთი ვართ. Он еще говорит, я и Отец одно. მომდევნო მუხში წერია რომ მე თქვენთან ვარ ამ Он სათხოვარში. еще говорит, я с вами, когда вы просите, я с вами. და იცით რას ნიშნავს? როდესაც ჩვენ რაღაცას ვთხოვთ შეთანხმებული. И все, ღმერთს что мы просим у Бога в согласии, იესო ჩვენთან არის. да Иисус с нами. ამენ. და რას ნიშნავს რომ იესო ჩვენთან არის Что ვირფასე? значит, что Иисус с нами? იესოც ეუბნება მამას. И Отец говорит, იესოც ეუბნება მამას. Иисус говорит Отцу. ამენ. რომ მიეცი მამამად. Он говорит, Отец, дай им. როდესაც ჩვენ ერთმანეთში ვთანხმდებით, И когда мы согласие с друг другом, согласованы, მამა უყურებს იესოს. Отец смотрит на და Иисуса. სანამ იესო არ მისცემს თანხმობას მამას, И пока Иисус не даст согласие Отцу, ღმერთი არავის არაფერს არ მისცემს. Бог ничего никому не дает. აქ მთავარი შენი სათხოვარი კი არ არის. И не главная твоя просьба здесь. შენი სათხოვარი კი არ არის აქ მთავარი. Здесь не главная твоя нужда или просьба. შენი შეთანხმება ღმერთთან. Ну, твое согласие с Богом. რამდენად ხარ სწორ ურთიერთობაში იესო ქრისტესთან. Вот сколько ты в правильных отношениях с Иисусом. Здесь написано, чтобы вы не попросили. დიახ. ამენ. მიხვდით ზურფასებო. Понимаете? ყველაფერს მოგცემს უფალი. Да что вы не попросили. დედამიწაზე რაზეც არ უნდა შეთანხმდე. О чем бы ты не согласился? რაზე თანხმდები? И с чем ты соглашаешься? ჩაუფიქრდი რაზე თანხმდები. Вот задумайся, с чем ты соглашаешься. არის ეს ღმერთის ნება. Если это воля რომ Божья, შეგისრულოს უფალმა. что Бог тебе исполнил. თუ ჯერ შენ არ შეუთანხმდი ღმერთს, ღმერთი არ მოგისმენს შენ შეთანხმებაში. Если ты не согласился с Богом, Бог не будет слушать. ისწავლე მისი ნების შესრულება. Вот научи исполнять волю Божью. ზოგადად გინახიათ სკაში როგორ ფუსფუსებენ ფუტკრები? Вы видели, как в улье эти пчелы летают? შეთანხმებული როგორ არიან? Да, они насколько они в согласии, пчелы. ისინი რომ შეთანხმებული არ იყვნენ, მაშინ თაფლი არ იქნება. Если бы между пчелом не было согласия, не было бы меда. გესმით? რატომ არის თაფლი? Почему есть мед? ისინი შეთანხმებული არიან. Они в согласии. ყველაფერში. Во всем. თავდაცვაში, თავდასხმაში, Нападении, в защите, მორჩილებაში, послушании, ერთგულებაში, верности. გესმით? Или иными словами, привести слово наших уст в согласие с тем, ამენ. что Бог уже ზუსტად რაც сказал. მერთმა თქვა, ეს ნიშნავს აღიარებას. Как точно, что сказал Бог, ты повторяешь, исповедуешь. ლაპარაკი ნიშნავს ბუნებრივ ხერხს შენი რწმენის გამოვლინების. Говорение является естественным способом выражения веры. წმენა, რომელიც დუმს, Вера, которая молчит, არ ითვლება რწმენად. вера не является. წმენა, რომელიც დუმს,
Вера, которая молчит, არ ითვლება რწმენად. не является верой. შენი აღიარებები რწმენა არის თუ ჩვეულებრივით აღწერა სიტუაციების სვირფასნო. Твоя исповедь это вера или просто ты говоришь, что происходит в этом გესმენთ? вокруг тебя. შენ უნდა იყო ღმერთის სიტყვის ამღიარებელი. Ты тоже исповедуй Слово Божье. ჰალელუია. შენი ბაგე ითვლება იმ არხად, Уста являются тем каналом, საიდანაც მოედინება ღმერთის გულის ნადები. через который течет содержимое сердца. იმიტომ რომ გულიდან გამოსული ამტკიცებს, ბაგიდან გამოსული ამტკიცებს თუ რა არის შენს გულში. Исходя же, Иисус говорит о содержимом сердца. აღიარე, რასაც უფალი ამბობს. Исповедуй то, что Бог говорит. ამენ. ყოველთვის აღიარე, რასაც უფალი ამბობს. Исповедуй то, что говорит Бог. ამენ. როდესაც და ვიდრე შენ ილოცებდე, Прежде чем ты начнешь молиться, სხვადასხვა დერეკ პრინცავს კარგი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. но вообще у него есть хорошее предложение. ის ამბობს, რომ არ ვილოცებ მანამდე, სანამ არ წავიკითხავ ღმერთის სიტყვას. Он говорит, я не молюсь до тех пор, пока не прочту Слово Божье. რომ მე მინდა რომ ჩემი სამშვიდობელი დაუქვემდება რო ღმერთის ситყვას. Он говорит, я хочу свой разум подчинить Слову Божьему. ჩემი ფიქრები იყოს ისეთივე როგორც ღმერთის ფიქრები. Чтобы мои мысли были как мыслями Господа, как у რომ Господа. შევძლო ადვილად იმისი გაკეთება და შეთანხმება ღმერთთან, რაც არის მისი ნება. Чтобы мне тоже прийти в согласие с волей Божией, что есть воля Божья. ამენ, რომ ღმერთის სიტყვა ბიბლია ეს არის ხელშეკრულება ჩვენ და მის ვირფასებო. Слово Божье для нас как будто საглашение. соглашение. ამენ, რომელსაც უნდა შევთანხმდეთ И мы должны согласиться. და თუ ამას გავაკეთებთ, Если это мы сделаем, მაშინ უფალი რასაც ვითხოვთ მოგცემს. и тогда Господь все, что мы просим, даст нам, сделает. იესოს სახელით. Во имя Иисуса. და ყველამ თქვა И все скажут, ამენ ჩვენს უფალს ვიფასებო. ჰალელუია. ქება და